მოგესალმებით, მე გახლავთ ექიმი-კარდიოლოგი გელაცამიძე, ჩვენი მორგი შეხვედრა და დღეს საუბარი გვექნება ხველაზე. ხველა გახლავთ სასუნთქის სისტემის ერთ-ერთი გამოვლინება, ის ბუნებრივი პროცესია, რადგან ხველის საშუალებით ორგანიზმი ცდილობს სასუნთქის სისტემა მოიშოროს ის გამომწვევები, რომელიც აღიზიანებს აღნიშნულ სისტემას. ჩვენი სასუნთქის სისტემა ამოფენილია ლორწოვანი გარსით, რომელსაც ცილიარული აპარატი ეწოდება, მას აქვს მიკროხავები. ეს მიკროხავები გამოიმუშავებენ სეკრეტს, რომელიც შეიცავს როგორც იმუნოკომპეტენტურ უჯრედებს, ეგრეთ წოდებულ ლეიკოციტებს, ასევე ანტისეპტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აუნებელყოფს სასუნთქის სისტემაში მოხვედრილ სხვადასხვა ალერგენებს, ასევე ბაქტერიებს, ვირუსებს და ასე შემდეგ. და ხველა წარმოადგენს სწორედ ამ სეკრეტის მოშორების ერთ-ერთ საშუალებას, რითიც ორგანიზმიდან განიდევნება აღნიშნული გამომწვევები. საერთოდ ხველა რეგულირდება ცენტრალური ნერვული სისტემით, რომელსაც აფერენტული იმპულსები ეწოდება, ანუ აღმავალი იმპულსები ეწოდება სასუნთქის სისტემიდან, როდესაც იქ ღიზიანდება სასუნთქის სისტემა და ამით ცენტრალური ნერვული სისტემა იწვევს ხველით რეაქციას, რომ მოხდეს სეკრეტის დრენაჟი. ეს სეკრეტი საერთოდ ბუნებრივ პირობებშიც გამომუშავდება და ის აუცილებელია ორგანიზმში, მაგრამ თუ კი რაოდენობაში ბევრი ან პირიქით არ გამომუშავდება, ამ მხრივ ვითარდება, ამ შემთხვევაში ვითარდება ხოლმე ხველის რეაქციაც. უნდა აღინიშნოს, რომ ხველა არის ორი ტიპის. ეს არის მშრალი ხველა, ეგრეთ წოდებული არაპროდუქტიული და სველი ხველა, ანუ პროდუქტიული, როცა ნახველის წარმოქმნაც ხდება. რა თქმა უნდა, ამ დროს უნდა დავაკვირდეთ ნახველის ფერს, მის რაოდენობას, როდის არის ის უფრო მეტად დილას, საღამოს, მთელი დღის განმავლობაში თუ ასე შემდეგ. მშრალი ხველის დროს, რომელიც უფრო გამოხატულია სიმპტომატურად, რადგან უფრო მეტი შეტევითი ხასიათი ახასიათებს, უფრო ართულებს სუნთქვას, შემაწუხებელია ბევრად, რადგან სველი ხველის დროს ნახველის ამოღების შემთხვევაში ხდება თითქოს სუნთქვის განთავისუფლება, რადგან სეკრეტი ცილდება და გამომწვევი ორგანიზმს, ხოლო მშრალ ხველას აქ ნახველის წარმოქმნა ვერ ხდება და სპაზმი თითქოს უფრო ძლიერდება და სუნთქვასაც არ ყვევს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხველას აქვს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი. ის ყოველთვის არ არის სასუნთქის სისტემით გაღიზიანებით გამოწვეული, ანუ სასუნთქის სისტემის გაღიზიანებით გამოწვეული. ის შეიძლება სხვადასხვა სისტემების, ასე ვთქვათ, დარღვევის გამოვლინებაც იყოს. მაგალითად, რომ ავიღოთ თავდაპირველად ჩვენი სასუნთქის სისტემა და პირობითად გავყოთ ორ ნაწილად, ეს არის ზედა და ქვედა სასუნთქი გზები. ზედა სასუნთქ გზებში შედის ცხვირი, ცხვირხახა და ქვედა სასუნთქ გზებში კი ხორხი, ეგრეთ წოდებული სასული, რომელსაც უწოდებენ ჩვეულებრივ მოსახლეობაში, ბრონქები და ფილტვის ქსოვილი. მათ შორის გარდამავალი ზონა ის ასე ვთქვათ, ხახა, რომელშიც ხშირად ხდება ხოლმე ინფექციური პროცესის მოხვედრა და იქ არსებული ნუშურა ჯირკვლების ანთებითი პროცესის დროს ვითარდება ხოლმე და ზოგადად ხახის ანთებითი პროცესის დროს ვითარდება ხოლმე ხველითი რეაქცია, ეს ისედაც ცნობილია და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ყელის ტკივილსაც ექნება ადგილი, ტემპერატურის მომატებას და ამით მიხვდებით, რომ ეს ხველა არა ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ბრონქების ფილტვებიდან მომდინარეობს, არამედ ზედა სასუნთქი გზებიდან მომდინარეობს და ეს არის ზოგადად ყელყურწვირის პრობლემა. პირის ღრუ სასუნთქ სისტემა ზოგადად არ ითვლება, მაგრამ თუ ცხვირი, ასე ვთქვათ, დარღვეულია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტი ცდილობს პირით ისუნთქოს და პირობითად ღებულობს ზედა სასუნთქი გზების მოვალეობას იღებს თავის თავზე. აქ უნდა აღინიშნოს ერთი კომპონენტი, რომ ცხვირხახის სეკრეტები, ასევე შუბლის, აიმორის წიაღების, ეთმოიდური წიაღებიდან ჩამონადენი მასა აღიზიანებს ხშირად ყელს სასუნთქ სისტემას და ზოგადად ხველა აქედან ვითარდება. რაც შეეხება მიზეზი, შეიძლება ყელყურწვირის ინფექცია იყოს. ასევე ზოგადად ფარინგიალური ინფექციები, ანუ ხახის ინფექციები. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული სისტემა, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ზომის მნიშვნელოვანი ცვლილება მომატებისკენ, რომელიც მექანიკურად აწვება ხორხს და შეიძლება გამოიწვიოს ხველება მექანიკური ზეწოლის გამო.
თქმა უნდა, აქაც ვისაც აწუხებს ფარისებრი ჯირკვალი, სწორედ აი ამ კუთხით უნდა მიაქციოს ყურადღება. მესამე, ეს გახლავთ გულსიზრდა სისტემა, ანუ ეგრეთ წოდებული გულის უკმარისობა. ანუ შეგუბებითი მოვლენები ფილტვის წრეში, როდესაც ხდება გარკვეული სითხის მასების გამოჟონვა, ის შეიძლება პლევრალურ სითხეშიც აღმოჩნდეს, პლევრალურ სინუსშიც აღმოჩნდეს უпростоრედ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხველითი რეაქცია. ამ შემთხვევაშიც ესეც დამცავი რეაქციაა, მაგრამ კონკრეტულად მიზეზი გულსიზრდა უკმარისობა და სასუნთქ სისტემასთან მას კავშირი არ აქვს. მოგვიანებით ის შეიძლება სასუნთქი სისტემის დაზიანებით განვითარდეს, მაგრამ როგორც წესი პირველადი მიზეზი გულსიზრდა სისტემაა. მეოთხე ეს გახლავთ ცენტრალური წარმოშობის ხველა, როდესაც მაგალითად ემოციურად ლაბილურ პიროვნებებს ემართებათ მსგავსი რამ, ეს უკვე ცენტრალური გენეზის წარმოშობის არის და შეიძლება ემოციურ ფონზეც კი განვითარდეს მსგავსი ტიპის ხველა. მაგრამ ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი მაინც ეს არის სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები. ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული ტიპის და ასე შემდეგ. მათ შორის ცნობილი ყველაზე მეტად ეს არის ბრონქული ასთმა, რომელიც ქრონიკულად მიმდინარეობს და რომელიც ინფექციურ ალერგიული გენეზის არის და ამ შემთხვევაში სპეციალისტი, ვისაც უნდა მიმართოთ, ეს გახლავთ ალერგოლოგი, რომელიც სწორედ აი ამ დაავადებას კონტროლობს, ან პულმონოლოგი, ფილტვების ექიმი. შეიძლება თერაპევტს, ოჯახის ექიმს ასე შემდეგ, თუ აღნიშნულ სპეციალისტთან მისვლა ხონდება, ან შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე თერაპიული პროფილის ოჯახის ექიმი, სიტყვაზე ვთქვათ, წაიყვანს მკურნალობას. რაც შეეხება როგორ განვასხვაოთ თუ რა წარმოშობის არის ხველა და ასე ვთქვათ, როგორ მოვიქცეთ ვიდრე ექიმს შევხვდებით. დააკვირდით პირველ რიგში, არის თუ არა ტემპერატურული რეაქცია. ანუ გულსიზრდა სისტემით გამოწვეული ხველის შედეგად ტემპერატურა არ იქნება განვითარებული, ხო? ანუ პირველ პლანზე ის არ იქნება, ან მალევე არ გამოვლინდება. ვიდრე დაუშვათ შეგუბებითი მოვლენების გამო არ დაიწყება ინფიცირება აღნიშნული სეკრეტის და შემდეგ იქიდან პლევრიტი და პნევმონია. ხოლო რაც შეეხება თვითონ პირველად გამოვლენილ ტემპერატურას, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ აქ საუბარი არის ან ზოგადად ქვედა სასუნთქი გზების, ან ზედა სასუნთქი გზების ანთებით ცვლილებაზე. რა თქმა უნდა, აქ ხველა იქნება ან მშრალი, ან ნახველი წარმოდგენილი, უფრო მეტად სველი ხველა იქნება ხოლმე ნახველი წარმოდგენილი, ხოლო თუ რეაბილიტაციის პერიოდი, ანუ გადაიტანა მაგალითად ვირუსული ინფექცია პაციენტმა და დარჩა მშრალი ხველა, ეს არ უნდა ჩაითვალოს პათოლოგიად, უბრალოდ თუ ის შემაწუხებელია, შეიძლება დაინიშნოს ცენტრალური მოქმედების ხველის შემამცირებელი საშუალებები და არამც ანტიალერგიული საშუალებები, რომლებმაც შეიძლება პირიქით გააძლიერონ ხველა, როგორც არის სუპრასტინით ავეგილი და ასე შემდეგ. ან მსგავსი დაუშვათ ჯგუფები, სიტყვას ვთქვათ დეზლორატადინები და ასე შემდეგ. ანუ აქ საუბარი არის კონკრეტულად ცენტრალური წარმოშობის ხველაზე უკვე, რომელიც უკვე სწორედ ასეთი ცენტრალური მოქმედების მედიკამენტებით, კონკრეტულად მშრალი ხველისთვის არსებული მედიკამენტებით უნდა დაითრგუნოს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის რეაბილიტაციის პერიოდი და ის დაავადებად არ ჩაითვლება. რაც შეეხება მსვლელ ხველას, აქ რა თქმა უნდა ნახველის ფერს აქვს მნიშვნელობა, მის პროდუქტიულობას, რამდენად დაუშვათ წარმოდგენილია, ასევე ტემპერატურულ რეაქციას, ის შეიძლება რა თქმა უნდა პნევმონიის, ან ფილტვების ანთების გამოვლენა იყოს, მწვავე ბრონქიტის, ან ქრონიკულის გამწვავების და აქედან გამომდინარე საჭიროა დაუშვათ თერაპევტის ან პულმონოლოგის კონსულტაცია, რომელიც გარკვეული ანტიბაქტერიული საშუალებებით თუ ანტივირუსული საშუალებებით დაგეხმარებათ. თუ დაუშვათ ხველას ახლავს სუნთქვის მნიშვნელოვანი გაძნელება, ასე ვთქვათ მოლურჯო ციანოზური ელფერი, პაციენტს გაუჩნდა შეშუპება კიდურებზე, მალე იღლება, არტერიული წნევის ციფრები შეიცვალა, გამოჩნდა არითმია, ქოშინი ეგრეთ წოდებული, რომელიც არის დატვირთვის დროს სუნთქვის გაძნელება, მაგრამ არ არის ტემპერატურული რეაქცია, ну აქ რა თქმა უნდა საფიქრებელია უკვე გულსიზრდა სისტემაზე, მის დარღვევაზე, ასე ვთქვათ,
ყურადღების გამახვილებაა საჭირო და შესაბამისად სპეციალისტი კარდიოლოგი დაგეხმარებათ. ენდოკრინულ სისტემაზე ვისაუბრეთ, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაზე, რომლის ცვლილებაზეც ან დაუშვათ მის დისფუნქციაზე ენდოკრინოლოგი დაგეხმარებათ, ხოლო ცენტრალური წარმოშობის ნევროგენული ტიპის, როდესაც არც ერთი სხვა სისტემით არ არის წარმოდგენილი დარღვევა, შესაბამისად ნევროპათოლოგის კონსულტაცია იქნება საჭირო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტების თვითნებური მიღება, ანტიბიოტიკების, ხველების საწინააღმდეგო და ასე შემდეგ დაუშვებელია, რადგან თავდაპირველად სწორედ აი ამის განსხვავება უნდა მოხდეს, რა არის კონკრეტული მიზეზი. რადგან ჩამოვთვალეთ, რომ ის შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული და სხვადასხვა გენეზის წარმოშობის იყოს და შესაბამისად დახმარებაც აბსოლუტურად განსხვავდებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დღესდღეობისთვის ეს არის, მოგწერეთ თქვენთვის აქტუალური კითხვები, გამოიწერეთ არხი, გისურვებთ.